ძირფასო მეგობრებო, გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი განსების სტუმრები ნიკა მელია, სოფო ჯაფარიძე და ბარბარა ჯიმელი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. დღეს თქვენი განახლებული ნაციონალური მოძრაობის კვირეულია, ესე დავარქვათ, ხო? იმიტომ რომ გადაცემებში ყველგან განახლებული ახალი პარტიის წევრები, პარტიის ახალი წევრები არიან, ხო? ნუ ესე ახალი ნაციონალური მოძრაობის ახალი გუნდია. ნახე შენი საიმიჯო კლიპი ეს განახლებული ნაციონალური მოძრაობის იქ ოთახებში რომ დაშრიალებ და გადიხარ და გამოდიხარ და რაღაცა შოუ პროგრამა რო გაქვს ძალიან სერიოზული, ო ესეთი რაღაცა იქით გადიხარ, ახალსა იქ ლაპარაკობ, მე იქ უცებ კამერიდან აქეთ გადმოიხედები და კამერას აქეთ რო ნამუშევარი გაქვს. ნამუშევარი გაქვს. ჩვენი ცენტრალური ოფისია და ვეცადი მოკლე დროში მე თქვა ის ისი თქვაც მინდა ხოლმე. ის მიღწევას ცდილობ. კი ბატონო, კი და დიდი დღე გქონდა ის დღე, როცა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილმა გაიგო რომ ჩვენ გუნდში მოვიდა ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც აქამდე არ იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და მე ვფიქრობ მაშინ როცა ჯერ კიდევ ცოტა შეიძლება ხუმრობა არ არის, რასაც ვამბობ, მაგრამ მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა. ჩვენი გამოგრილებელი სასმელი ქალბატონებს დაუწყოთ. როცა ბრძოლაში ვართ, როცა გვდევნიან და ამ დროს მეგობრები ამ ბრძოლაში გიერთდებიან, რა ვქნა, მინდა რომ ამ ეთერშიც დავადასტურო პატივისცემა დიდი ბარბარას მიმართ, სოფოს მიმართ და ყველა იმ მეგობრის მიმართ, რომელიც დღეს ვერ მოიწვია. შემარი იმედი მაქვს შემდეგ გადაცემებში მაინც ოდესმე მოიწვია. ხო, რა თქმა უნდა. გოგოებო, პოლიტიკაში. ნუ ესე დაგიძახებთ გოგოებს, როგორ სოფო, ბარბარა, ნუ აი ესე. სოფო, რატომ პოლიტიკაში? აი ეს არასოდეს მიფიქრია, სიმართლე გითხრათ, პოლიტიკაში ფეხის შედგმა, მაგრამ როდესაც ნიკამ ნახა რომ ჩვენ გავაკეთეთ ჯგუფი მედგიდი, რომელიც ეს ვიცი, ძალიან საინტერესო. საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა, მოეწონა ჩვენი მენეჯმენტი და გადაწყვიტა რომ მეცა და ბედი პოლიტიკაში და ხო, არა, ხო. ხო, ამდუათ მიიქცია ყურადღება, ეხა იმ დროს როცა აქტუალურია, ხო, ეხა სამწუხაროდ ეპიდემია ძვინვარებს და სისტემა რბილად რო ვთქვათ, უკეთესეს იმედს ტოვებდა ჯანდაცვის და ამ დროს რაღაცა 23-მდე ადამიანი, რომელიც აკეთებს იმას, რაც წესით თუ გააკეთოს ჯანდაცვის სამინისტრო. კი, თან უანგაროთ, ხო? სრულიად უანგაროთ, ჩვენი ეს საოცარი ექიმები გაერთიანდნენ. ბარბარა, შენ შვეიცარიიდან ხარ? კი, და ხშირად მეკითხებიან, ხა აქ რატო მოხვედი ისეთ ქვეყნიდან და ხანდახან მეც ფიქრობ აქ რა მინდოდა რა, თუმეტესად აი ესე რომ უყურებ აი აი ბოლო წლები როგორ ისა და სულ ფიქრობ ხა რაღაცა ხუდა გაკეთდეს რა და ნუ მე რომ დამირეკეს ხო არ გინდა რაღაცის გაკეთება, ნუ ეხა ვარიანტი აღარ იყო რომ უარი მეთქვა. ესე იგი ან თქვენ თვლით რომ ამ ქვეყანას შეიძლება ეშველოს? კი, რატომაც არა. დარწმუნებით ამბობთ ამას? კი. ნამდვილად. ან დოკუმენტები შეიძლება ამაზე. ნიკა, ერთი ეს მაინტერესებს. ის მოკლე წითელი დუტის კურტკა რატო არ ჩაიცი? ხო, გიტყდება თუ? ხო. ძალიან თუ მე რო ავაგდა, სამართლო ადამიანი ხარ. იმიტომ რომ პრაქტიკულად ყოველ მეორე გადაცემაში საუბრობ ქურთუგზე, რომელიც ეს დაგით უნდა მეცვას, ხო? ხა და ვერ ჩავიცი დამა კომპლექსი. ხო, მართლა დამა კომპლექსა 2 წლის წინ რაღაც ინციდენტი მოხდა ერთ დეპუტატთან მიმართებაში შემევთხა, ხო? ოდიშარიას. და მეცვათ წითელი ქურთუკი და გინდა თუ არა აიჩემა მოკლე კონდაო. ხო და ხა არ არის მოკლე ქურთუკი. აი სპეციალურად მოვედი აი ამ ქურთუკი. მოხვედი. გადავლახე 2 წელიწადია იმ დღის შემდეგ მე ეს ქურთუკი არ ვცი. აი რეპეტიციები და არ მსმია პირველად ჩავიცი სპეციალურად აი ხო. მანახი შეიძლება ხო? კი, თქვენ აი ეს ამაზე ამბობ შენ რომ არ არის მოკლე? არ არის არა, ჩაიცი და მივხვდები. ბიჭო, რა ხარ, ჩემს ზის?
ბექა 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 ოდიშარია მოვიდა ბეკა მე არ გაგეცე ბიჭო მოკლე არა. შენთვის არ არის მოკლე აბა შენ მოდი გადაულახე ეს კომპლექსი ბატონო მოდი შენ ჩაიცვი ლაპარაკობდა აი არ არის მოკლე აშკარად რატომ აბრალებ რო აი მაყურებელმა განსაჯოს აბა ხტებიან ხო არის მოკლე ეს ის სტილია ეს ლაპარაკი აბა გაიგეთ ბექა და ამოვა ესე ამოვა მოკლე რო იყოს ვაკაც უნდა იყოს მოკლე კარგად გაშენ კარგად არის მოკლე აი ესეთი სტილია ეხლა კაი ელები აი არა ამა ხო ავანომ გამხადა ეს ხურთუკი რა დავაკო აღიარებ და ამ კომპლექსში რა და 1-2 თვის წინ ერთ აქციაზე მეცვა რაღაცა სხვა ხურთუკი და ვიღაცამ დაწერა არ მინდა ხეთი ქალბატონია ქალთოფლებებს იცავს ნუ ცნობილია და ბახტურიძე ხო ქალბატონი იდა ბახტურიძე და მოკლეთო როგორ არცხვენიაო მელიასო ზვირად გირებული ხურთუკით დადისო აქციაზეო საპროტესტო აქციაზე და ის ხურთუკიც შემოვდეთ აროზე ვეღარ ვიცი ვერც ამას ვერც იმას პრაქტიკულად ვარ ჟაკეტის ამარა დადიხარ ჟაკეტით ეს ზამთარი კაი იყო რა გინდა აი იყო არა უსამართლობა არ არის უსამართლობა ძალიან კარგად გაგაშარჯეთ იმედია შემდეგ დღესაც შეეშვი და ამიტომ არ ვიცი ხა შევეშვები თუ არ შევეშვები ეს ჩემი გადასაწყვეტია იმიტომ რომ აქ მე ვარ ჩემი გადაცემის დირექტორი ხო და ყველაფერი განახდა ნაციონალური მოძრაობაც კი განახდა ყველაფერი ახდება შენს გარდა და შენი გადაცემის გარდა ერთი იგივე წამყვანია არ ვიცი როდემდე უნდა იყო აქ დაგვენდები თავი ერთი იგივე წამყვანი რა ვქნა ესე ამირ მირჩევს ხალხი მე რამდენი ვადით ვარ მე მეოთხე თუ მეხუთე ვადით ვარ უკვე მე მირჩევს ხალხი მიხვდი ეგ არის ამბავი და ბარბარასთან მაგ შეკითხა საქართველოში როდის ჩამოხვედით ეს იყო 2000 წელს 2000 წელს ჩამოხვედით საქართველოში როგორ დაგამახსოვრდათ პირველი შთაბეჭდილება რა იყო როცა ჩამოფრინდით ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად შთაბეჭდავი იყო ეს იყო ეს დრო აი 4 საათზე თვითმფრინავში რო ზიხარ და ნუ გამოაცხადებენ 10 უჩი არის ვიქნებით დაუჩდებით თბილისში და ნუ ხო უყურებ ხა რა ფანჯრიდან და არაფერი არ ჩანს ქალაქი არ არის ყველაფერი არის შავი აი ერთი სინათლე არ არის ხო თვითმფრინავი და როკედა მე გრძელდება ის აეროპორტიდან ხო ხა ის სუ ორმოები სიბნელე რაღაც მოხდა წლივს მივახციეთ ამ ვაკეში მივედით იმ корпуსთან 16 სართულიანი და უნდა მივიდეთ ახლა იმ ბინამდე ხო სადაც უნდა დავრჩე შუქი არ არის მე 13 სართულზე ხა მოგვიცია ფეხი და ასვლა ზურგჩანთებით მთელი ბარგით ხო თან სადარბასო აი სათხაც აი დენის კაბელები გაჭიმული და ფიქრობ ხა სად წამიყვანეს აი რას მიზამენ აქ ხო და ნუ ეხა ამ დროს მე იღება კარები და აი ნამდვილად ეს უცხოელებისთვის მართლა შტამპეჭდავი არის აი სუფრა გაშლილი და თან სანთლის შუქზე აი ჩემთვის ეგ მანამდე სულ ასოცირდებოდა ეს სანთლის შუქი რომანტიკასთან ნუ მე მივხვდი რომ სინათლის გამო მოკლედ ვზივართ საუბრობ შესაძლებლობის დაგვარად ხო ინგლისურად რაღაც ესე და უცებ მოვიდა შუქი აი ეს მთელი სანთლები ჩააქრეს და შემომთავაზეს შხაფის მიღება ხო არ გინდა ეხა სანამ შუქი არის უჩქარა გადაწყვიტე რომ არავინ არ იცის ხო შეიძლება კიდე ჩაიქროს ჩაქრეს ხო და ეხა შემომიყვანეს სასტრაფოდ აბასანაში და ეხა წარმოიდგინე ვანო აი შვეიცარიაში ხო ვარ დაბადებული გაზრდილი და 5 წლიდან მეუბნებიან დენი და წყალი ერთად არ შეიძლება საშიშია
ნუ ეხა ამ წარმოდგენებით ეხა შევდივარ აქ და მეუბნები ამიხსნიან ეხა როგორ ესე ხო აი ეს რკინის ვანა და ეხა მეუბნებიან ეხა შენ ჩადგი მე კარგად მოუშვი წყალი კარგად აი რომ ამოვა ეს წყალი ფეხებში რო გსნობ რო კარგად არის მოსული მე ჩართე დენი რა ერთის თქო აი რა ატმორი ჩაგიხეს ატმორი რა ზადა მაგარია ესე იგი ატმორი პირველად ნახეთ ატმორი რას ნიშნავდა ხო აი ეს ჩვენ გპ-ის ატმორს ვეძახით მაგას გპ-ის ატმორი ხო ეს ძალიან საინტერესო ეს რეალობა იყო ეს იყო ესე ცხოვრობდით აი ხა თან რო ყვებოდა თითქოს უკან დამაბრუნა დროში სოფოსთან მაკითხა სოფო აი მაგალითად ახლა ძალიან ბევრი ადამიანს ეხმარებით ხო ახლა ქართველებს გვაქვს ესეთი ჩვევა რომ აი რაც არ უნდა ფული არ გამოართო ადამიანს ხო ყოველთვის ფიქრობს იმაზე რომ რაღაცა გაჩუქოს ხო არის ესეთი სიტუაცია რა ნუ ექიმებს რომ რაღაცეებს ჩუქნით ეგ ძალიან მიჩვეულები ვართ რა ქართველები მაგას გააქვს ეგეთი შემთხვევები კი ცხადია მაგრამ ნუ ჩვენ თაობაში მაინც უფრო ნაკლებად არის მსგავსი შემთხვევები ძველი თაობის ხალხი კი ნამდვილად მაგრამ გავიხსენებ ერთ შემთხვევას რომელიც ესე რა ცოტა ხნის წინ იყო ზუსტად რეგიონიდან დაგვირეკეს, გოგომ დაგვირეკა და ვერ ახდენდა დედის ჰოსპიტალიზაციას, რომელიც იყო ძალიან ცუდად. ყველაფერი გავაკეთეთ, ჩავრთეთ ყველაფერი და ჩამოვიყვანეთ თბილისში. ძალიან რთული მდგომარეობა იყო, იმიტომ რომ კოვიდი ჰქონდა, თან ჰქონდა ძალიან დატვირთული ანამნეზი, მოკლედ დედა გადარჩა და ყველანი ვართ ბედნიერები. მოდის ახალი წელი, არის 30 დეკემბერი და მირეკავს შვილი, რომ მე მინდაო, რომ მედგიცო ელემენტარული პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართა და გოჭი მოგიტანოთო წინა საახალწლოდ. აი ძალიან უხერხულში ჩავარდი, არ აგთხოვთ, ხარა ძალიან დიდი თხოვნის შემდეგ დავთანხმდი. და მირეკავენ ცოტა ხანში, რომ ჩამოვედითო და თუ შეიძლება რომ ჩამოხვიდეთო და გადმოგცეცო და ჩავდივარ და ვეძებ, რა ვიცი, ადამიანს შემწვარი გოჭით და ვხედავ ქალბატონი და მამაკაცი ერთი გოჭი უჭირავს ცოცხალი და მეორეს მარა ის საოცრად უხერხულში მიყავნა. გავიცი უხერხულში რომ ცოცხალი ორი თან ფიქრობ რომ ღმერთო ნეტა ერთი იყოს ჩემი და ორივე არა რომ ორი მაინც არ მქონდეს ყავდეს ხელში დასაჭერი და ბოლოს აღმოჩნდა რომ ორივე უნდა წამეღო სახლში და რაღაცა ვიყავით ძალიან დაბნეული. ავედი სახლში ბავშვები წლები ამთხოვენ რომ იქნებ საღლი გვიყიდო და ავედი სახლში ბავშვებს იფიქრეს რომ თავლის ბაბუა მოვიდა და ზაღლის მაგერად გოჭები მოგვიყანა და მოკლედ იყო დიდი ზეიმი ოჯახში. ეგ მაგარია. საჩუქრები მართლა ისეთი ვიცით, ბარაქიანი. ნამდვილად. ნიკა, მინდა ერთი პატარა ვიდეო გავუშვა, თუ შეიძლება და მე გავაგზავნოთ ხო შეკითხო, ისა საუბარი ხო შეიძლება? თუ შეიძლება რომ ერთი ვიდეო გავუშვა. დღეს ყველამ გააკეთა კომენტარი თქვენი პარტიის ლიდერის გარდა. რას ნიშნავს ეს? რას როგორ უნდა გავიგოთ? სად? მოლაპარაკების შემდგომ. ვერ გეტყვით, არ მინახავს არც მე. არა, როგორ ნახავდით, არ გაუკეთებია კომენტარი თქო. ხო, მაგრამ არ გამოსულა მე მგონი ჯერ საერთოდ იგი. ხო, ეგ არ ვიცი ხა იქ თუ არ ვიცი. ეს ხუმრობთ ეხლა თუ არა, ჟურნალისტები ხო იდგნენ და. ჩვენ არ გვინახავს ხოლმე შტოს კომენტარი, არ მოგისმენია. ვერ გეტყვით, მადლობთ. ესე იგი, გრიგოლ, რაზე ლაპარაკობთ, ხო? ეს არის ესე იგი გრიგოლ ვაშაძე, რომ პარტიის თავმჯდომარე ის დროა. ის დროა პარტიის თავმჯდომარე როა და რომ არის და ფასილიტატორებთან არის შეხვედრაზე რა, ეს გადაცემა გადის დაახლოებით 11 საათზე იწყება ღამეს. და გეკითხება რომ სად არის გრიგოლ ვაშაძე და არ გამოსულაო ესე ამბობ რა. ფასილიტატორებიდან. აი მომიყევი რა ხდებოდა მაინც. გაგახსენდა ეს ვიდეო. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდი და ეხლა უკვე ახლა ვიტყვი იმას რაც ვერ ვთქვი ნიკა გვარამიას გადაცემაში, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ დღეს როცა ეს გადაცემა შედგა და ეს 11 საათია დაახლოებით საღამოს, 11:30 არის როცა იწყება ნიკას გადაცემა და რამდენიმე საათის დამთავრებულია მეოთხე რაუნდი, ბოლო რაუნდი. ხო. შეხვედრია ის ქართულ ოცნებასთან და ამერიკის ელჩის რეზიდენციაში იყო შეხვედრა და ეხლა ყველა პარტიის ლიდერი იყო იქ, შევიდნენ და ჟურნალისტები ძალიან ციოდა
იდგნენ გარეთ და ელოდებოდნენ გამოსვლას და ყველა გამოვიდა. ნუ აი გამოვიდა ყველა პარტიის ლიდერი, ვინც შიგნით იყო. და არ გამოვიდა ერთ-ერთი ადამიანი, ბატონი გრიგოლ ვაშაძე. აღარასოდეს აღარ გამოვიდა. გავიდა საათნახევარი, წარმოიდგინე გადაცემა ნიკა გვარამიას იწყება, გრიგოლ ვაშაძე არავინ არ იცის, სად არის და ნუ როგორც აღმოვაჩინეთ და გავარკვიეთ, უკანა გასასვლელიდან გავიდა რა, მაშინ. და ამას ხო არ მოყვებოდი ხა რომ ჟურნალისტები გარეთ იდგნენ და იქ ეთყობათ ხოვა, ჩააწყო და უკრინიდან გავიდა. სხვადასხვა ეს იყო ბოლო კითხვა, რომელიც დამისვეს გრიგოლ ვაშაძესთან, მაშინ გრიგოლ ვაშაძე არ გვინახავს ჩვენ. არჩილ არ გინახავს? არა, იმის შემდეგ ეს იყო, ნუ არ გვინახავს. წავიდა და წავიდა რეალურად. ხო არა, შენ რომ თქვი რომ ბრძოლის ველიდან მიმატოვაო, ისეთი შეგიძლია. ეხაც დიდ პატივს სხვათა შორის, უბრალოდ მაცრემლები წამმევიდა ნიკა მართლა. აი მართლა დიდ პატივს არ ველოდებოდი რა. ეხლა მე სიურპრიზი გაგიკეთე ნიკა და ჩვენ ხელს ჩაგვივარდა გრიგოლ ვაშაძის წერილი, რომელიც მოგწერა შენ. ხო. ნუ ჩვენთან გამოვაგზავნო რომ მე შენ გადმოგცეთ მე და თუ შეგიძლება რომ ხალხსაც მოვასწრებინოთ რა მოგწერა. ხო, კიდა, ჰა? როგორ დაწაფული. არაფერი ძალიან სასიამოვნო წერილია ესეთი რა, თბილი რა. კი ბატონო. დავიწყოთ. ჩემო ნიკა. ვიცი ოფიციალურად ნიკანორი ქვია, მაგრამ შენ ჩემთვის ყოველთვის ნიკა იქნები. და კარგად იწყებოდი. ცელქი მოუსვენარი მოჩხუბარი ნიკუშა. მინდა საუბარი დავიწყო პირადად ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტის განხილვით. ნიკა, ვიცი გული გატკინე. ვიცი რომ არანაკლები ტკივილი და იმედგაცრუება მოგაყენე, ვიდრე ეს მემა გაჩეჩილაძე მაგიქნეს იპოდრომს. მაგრამ მინდა იცოდე რომ ძალიან არ მინდოდა შენი შუა გზაში მიტოვება. ამ ნაბიჯზე დიდი ხანი ვიფიქრე და დამიჯერე ბოლოს სხვა ვარიანტი უბრალოდ აღარ მქონდა. დავიღალე ამ გამუდმებული სტრესით და პოლიტიკით. მეტი აღარ შემეძლო. ახლა კარგად ვარ. გლოვოს კურიერად დავიწყე მუშაობა. ამას წინ გავიფიცეც კიდეც და მასშტაბური აქცია მოვაწყეთ. კარგი იყო, ძველი დრო გამახსენა. ამაზე სხვა დროს. იმედი მაქვს ერთ ჩვენი ერთ დღეს დადგება ის მომენტი, როცა შენი ტელეფონით შეკვეთას გააკეთებ და იქ გამოჩნდება წარწერა კურიერი დელივერ გრიგოლი. და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით. ჩემსკენაც არის სიახლეები, ულუაშები უფრო მოუშვი და ახლა უკვე 3 თურქული სერიალიდან მაქვს შემოთავაზება. და არ არის გამორიცხული, მალე ყველას დაგიბრუნდეთ ტელეკომპანია იმედის ეთერში ჩაღატაი ულუსოისთან ერთად. ნიკა, მიშა მომიკითხე დიდი სიყვარულით. Skype-ში დაბლოკილი ვყავარ და ვეღარ ვეხმიანები. რა შვება, ხომ არ ჩამოსულა? მომწერე პასუხი. ნუ აქაც ესეთი. დროებით ნიკა, იმედი მაქვს მალე შევხვდებით. ახლა მხოლოდ ერთს გთხოვ, როცა ამ წერილს აგიკითხავ, კამერაში ხელი დამიქნიე. ამით მივხვდები, რომ ჩვენი ძველი მეგობრობა და პატივისცემა არ წაშლილა. დაუქნიე ხელი. სასტიკი. დაუქნიე ხელი. დაუქნიე. სასტიკი. აი, ფოტოშოპი. ატომ გულსა აღწევებული იუმორი და აკრობლო არ ეწმინებული. მაგრამ სასტიკი ხარ, კიდევ ერთხელ დაამტკიცე რა. რატო ვარ სასტიკი? ძალიან კარგი იუმორის ცნობა თუ აქვს, შევულებთ იუმორზე, შევულებთ იგივე. ბარბარა, ქართულ ტრადიციებს ამდენად მოერგე, იმიტომ რომ ჩვენთან ხო აი შენ თუ შეიძლება ძალიან უცხო იყოს, აი მაგალითად რატო შეიძლება ადამიანმა ერთი მოყუდებით დალიოს 5 ლიტრა ღვინო. ხო, ანუ შეიძლება ვერ მიხვედრილიყავით თავიდანვე რომ ჩამოხვედით სახში. ან მაგალითად ლიფტში რომ შედიხართ, რატო არის ფულის ჩასაგდები? ან იმ ფულის ჩასაგდებს რატო ადევს დიდი ბოქლომი რა? ძალიან დიდი ბოქლომი ადევს, ოღონდ ისეთი კი არა, რაღაცა პატარათი ჩაკეტო და არა, დიდი ადევს. აი ეს. ანუ ორი ლიფტი რატო არის, ერთი სუკათიშვილი არის. ერთი სუკათიშვილი. საბარგო ლიფტი გაძარცულია, გათშვილი კი არა, გაძარცული ლიფტი. ნიკა, ეს იაგო ხვიჩიას ამბავიც საინტერესოა, ხო? ეხლა ეგ ამბავი მე მაინტერესებს. ეხლა ისე კი არ მინდა ხო ზედაპირულად რომ მოყვედა, რაღაცა იქ რაღაცა ვითომ რაღაც არაფერი არ მოხდა. რა მოხდა?
რატო დაემუქრე ტელეფონში იაგო ხვიჩეს ეს ამბავი მოყევი პირდაპირ ეთერში აქ ეხლა მე მაქვს ექსკლუზივების ის იმიტომ აქ ამ გადაცემას მაღალი ყურებადობა რომ ხალხი ნამდვილ ამბებს ყვებიან რაც ხდება სინამდვილეში ის იმას ყვება და ამიტომ მოყევი რა მოხდა იაგო ხვიშია რატო იყო არა ბევრს ვერაფერს ვერ მოყვები იარაღის ყიდვა რო უნდა ბევრს ვერაფერს ვერ მოყვები მან თავარი პრობლემა იყო რა არც ერთს არ გვახსოვს რა მოხდა და რატომ იმიტომ რომ კი სატელეფონო საუბარი ქონდა დაძაბული მე აღელვებული ვიყავი და არ მახსოვს ნამდვილად და ეს არის ჩემი პრობლემა და ის იყო პირიქით დამშვიდებული ძალიან და ამიტომ არ ახსოვს რა ანუ არც მას ახსოვს და არც მე მახსოვს მე უბრალოდ აღელვებული ვიყავი და ის მეტად დამშვიდებული ის მეტად დამშვიდებული ხდებით ეხლა რა დამშვიდებდა ეხლა იაგოს და არ ახსოვს ეხლა რო ახსოვდეს იაგოს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა იტყო და თუ რა უთხარი და როგორ უთხარი და ასე შემდეგ ეთყობა ტერმინოლოგია აქვს მაგ სფეროში რაღაცა იზმენა აიკიდა ეთყობა ეგრეთ წოდებული იზმენა არ ახსოვს ხო ეს არ გინდოდა ამ ხსენება მიხვდა ყველა ადამიანი არ არის აუცილებლად ყურება დაღეჭო არ არის აუცილებელი ხო და არ ახსოვს ადამიანს ანუ იზმენის აკიდება შეურაცხყოფა უბრალოდ არ ახსოვს გამორჩა კაი გასაგებია და ერთი თემა რო ეს ამ თემას ხო წეღანდაც ვახსენე წერილში და მინდა ეს თემა არის რომ 13 წლის შემდეგ ბატონმა გრეჩიხამ აღიარა ის ამბავი თუ რატო იპოდრომის აქცია რატო დაშალა რა ანუ შეხო იპოდრომის აქციაზე იყავი ნიკა როგორ შეცინებდი სცენიდან ამ შენს აქვია გმირს რომ აი მან უნდა გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა მიდი გია მიდი ლევან და შენ და უთურმე რო თქვა აი მომენტში რო თქვა რომ ერთი წუთი გავალ და მოვალო თურმე გაგცვალა სიხშირეზე სატელევიზიო სიხშირეზე გაგცვალა ნახევარი თბილისი მათთა შორის ეს ხო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა რატომაც ხელი ჩავიქნი ხა რა და შეიძლება ხა ბევრი ნაკლი კონდეს ბევრი პლუსი კონდეს ხა ნაციონალურ მოძრაობას მაგრამ ღალატი როგორც ასეთი რა არის ნამდვილად არ ვიცით რა ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველი და ხარდაჭერი არის უღალატო ნამდვილად და ვარ იქ სადაც ღალატი არ შეიძლება და არ შეუძლიათ და წარმოვიდგინე რაღაც 13 წლის შემდეგ ყვება კაცი რომ თელ აი ამ იპოდრომ გავსებულ ხალხს ეუბნება ხო ხა იქ რომ იდექითო რეალურად წინათ მე შევხვდი სააკაშვილსო ვიღაც ლიდერებს კიდე ნაციონალურ მოძრაობის და რაღაცებზე შევთანხმდით და ბუნებრივი ყველა ხელისუფლებას უნდა რომ ოპოზიციამ აქციები არ ჩაატაროს ხო რა თქმა უნდა რომელ ხელისუფლების ინტერესში შედის ხო ისე როგორც ახლა მათ უნდა რომ ჩვენ ამ პარლამენტში შევიდეთ და მე მაგ ჩემი ახსნა რატომაც გადაწყვიტა 13 წლის შემდეგ ლაპარაკი იმიტომ რომ ეხლა ხომ უსირებს ქალაქში ეს აზრი რომ აიღო გრეჩიხამ რაღაცა წვენი აი ხო წვენი აიღო ხო და ეთყობა ნუ უნდოდა რომ ეჭვების ხალმართულები წაიღო სიხშირისკენ არა წვენისკენ არა სიხშირისკენ და რა ვიცი თუ იმას აიღოს ორივე ფასიანია ფულია ორივე ხო ფულთან დაკავშირებით არის მაგდოსაც მიყავდა შენ გადაცემა ხო კი მაგდოსაც მიყავდა და მაგდოს მე უკვე ლაპარაკობდი ღიათ რომ ის არის ეს აი წვენი აიღო თქო მაგრამ შენ არ გესმოდა იმიტომ რომ მაინც იმას შესწინებდი დროშაზე რო გასრიალდა მაშინ ცრებლები არ წამოგივიდნენ მაშინ არ მყავი ემოციაზე არ მყავი კაი არა უშოს კაი მინდა სოფოს ვკითხო პაციენტები მაინც ბევრი ყავს ხო მათ შორის იქნებიან ცოტა დაბნეული პაციენტებიც ხო ძალიან ისეთი რა ეხლა მე მაგალითად არ სულ დაბნეული პაციენტი იმიტომ რომ ჯერ ესეთის ექიმის რეცეპტს ვერ ვიგებ რას მწერს რეცეპტზე ზოგადად კალიგრაფია ექიმებს ისეთი გაქვთ რომ ვერასოდეს ვერ ვიგებ რა წერია რეცეპტი და მე სისტემატიურად ურეკავ მე და ხან სხვა წამალს ვყიდულობ ხან რას ვყიდულობ ხან რას ვყიდულობ არის ესეთი შემთხვევები შენ შემთხვევაში რა იყო ესეთი შემთხვევა რომ პაციენტს მანიპულაციის შემდეგ გავატანეთ სავლები და ნიმესილი და აუხსენი რომ საღამოს ტკივილის შემთხვევაში დალიეთ ნიმესილი და გამოვილეთ სავლები. მეორე დღეს მოვიდა ძალიან უკმაყოფილო რომ მეო თქვენო კარგი ექიმი მეგონეთო. უი რა მოგთელიო ღამეო გავათენეთ ტკივილისგანო რატო
აი ეს სავლები რომ მომეცითო, ნუ სახელწოდება მითხრა, მთელი ღამე ვსვიო და არ გამიყუჩა ტკივილიო და ნიმესილი ვივლეო მთელი ღამე და არ ვიზავა. ანუ ნიმესილი იმოდა სავლები სვადი, ჩემით იყო ძალიან უკმაყოფილო. გამხელა შეცდომა დაუშვია. ცუდი მედიკამენტი მივეცი, ასევე იყო მირეკავს ამას წინათ პაციენტი, რომ გამარჯობაო სოფო ექიმო, გამარჯობა მეთქი და გავიგე თქვენზე რომ თხრითო. და ბატონო ვერ მივხვდი მეთქი და ხრით. უი არ თხრითო? მე რას თხრი მეთქი და ამოსათხრელი მაკბილი და ვერ ამომითხრით. ამოსათხრელი მაკბილი. ანუ კბილის ამოღება უნდა და ამოთხრა. კარგი ნიკა, მოდი მაშინ ბოლოსკენ ერთი ესეთი სერიოზული კითხვა მინდა დავსვო. გეგმა რა გაქვთ? გეუბნები გეგმა გეგმა რა გაქვთ? გეკითხები. გეგმა რა არის? ეხა სერიოზულად თუ სერიოზულად გეკითხები. გეგმა რა არის? რომ დაატარებთ ამ ხალხს ზევითქვევით. თქვით გეგმა რა არის? თორე გამოგიცხადე წულუკიანივით შენ ტელეფონის ნომერი აეხლა. პირდაპირ ტელევიზიით გამოვაცხადებ შენს ტელეფონის ნომერი. აგერ მიწერია. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ეტაპი. ეხა ამის გარეშე შეუძლებელია ეხა პოლიტიკური პარტია ამ ოპოზიცია იყოს ბუნებრივია გეგმის გარეშე. ხო, მაგრამ მე გადაცემაში უნდა მე გავიგე რომ განახილული პარტია მარტო ეს ახალი ამ 12 ადამიანით არ შემოიფარგლება, კიდე გრძელდება თუ არ ვსწრებ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, უწყვეტი იქნება. მორჩა გათავდა გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო მნიშვნელოვანი და მისია გვაკისრია შემდეგი რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ახალი ადამიანი ჩაერთოს პოლიტიკაში, ანუ ამდენად ღია პლატფორმა ჩვენი პარტიული არ ყოფილა არასოდეს. მარაუსავით გავიშლებით და დომინოს პრინციპით, ანუ ეს შეუწყვეტელი და შეუქცევადი იქნება ეს პროცესი განახლების. და ჩვენ ძველ მეგობრებთან ერთად, გამოცდილ ხალხთან ერთად მნიშვნელოვან აგურს დავდებთ რა ამ ქვეყნის განვითარების საქმეში. ძალიან დიდი მადლობა სოფო ბარბარა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში. თუმცა ნიკა შენს ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ნიკა მელია, სოფო ჯაფარიძე და ბარბარა ჯიმელი. მადლობა. Irpaso telemaყურებლებო, დღეს მე ამით გემშვიდობებით. ძალიან რთული გადაცემა მქონდა, ძალიან რთული სტუმრები მყავდა, მაგრამ თავაწეული ვტოვებ დღევანდელ ჩემს სტუდიას. შემდეგ პარასკევს აუცილებლად გაციკციკებულ ახალ ვანო შოუს შემოგთავაზებთ. ნახვამდის წინ გელოდებათ მთავარი ჭკვიანი ნიკა გვარამიასთან ერთად.